მოგესალმებით ქრისტეს მიერი სიყვარულით, ნათესავებო, მოყვასო, ძვირფასო მეგობრებო, დიდებულო ადამიანებო. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ სამშობლოში, ქვეყანაში, ოჯახში, სახელმწიფოში, სამსახურში, სამეზობლოში, გულში, სულში. მოდი და ააშენია რა, გინდ ქვეყანა და თუ გნებავს საკუთარი ოჯახი და თუ გნებავს ხაჭაპური გამოაცხე, თუ არა გაქვს სულში მშვიდობა. ეს აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ აღზევდეს, გნებავთ ოჯახი, გნებავთ სოფელი, გნებავთ ერი და წარმოვიდგინეთ ახლა მიუხედავად იმისა, ესეთი წინააღმდეგობები იყო ჩვენი ერის წინაშე საუკუნეების განმავლობაში და საოცარი რამე ისწავლა ჩვენმა ერმა, რომ მშვიდობა რო არ იყო, მაშინაც კი აღმშენებლობას ეწეოდნენ უამრავი მაგალითისათვის ძეგლი და უამრავი ციხე და გზა და ხიდი და ასე შემდეგ შუა საუკუნეებში და ანტიკურ ეპოქებშიც აშენებული იქნა ომიანობის პერიოდში, მაგრამ მაინც დღევანდელ ეპოქაში ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება სახელმწიფოებრიობა, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა თქვენ შემოგევლეთ. გისურვებთ წარმატებას, გამრავლებას, გამდიდრებას, თქვენი შვილების დიდებულად დასახლებას, დაოჯახებას, განათლებას, ყველაფერი იქნება კარგად, მე დარწმუნებული ვარ, გნებავთ ჩვენი შრომით, გნებავთ ჩვენი ღვაწლით, გნებავთ ჩვენი წინაპრების ლოცვით და გნებავთ წმინდა გიორგის თანადგომით, ღვთისმშობლის მფარველობით. ამისი არ დანახვა არ შეიძლება, თუ რა დიდი მფარველობა აქვს ჩვენ ქვეყანას, ჩვენ ერს, ჩვენს ენას. დიდი მადლობა ყველაფრისათვის, ზეცას აი ამ დიდი წყალობებისათვის, რომელიც ხილულია და ობიექტური ადამიანები ამას აღნიშნავენ, აი დიდი ქართველოლოგები აღნიშნავენ ამას და გაოცებულები არიან იმ გმირობაზე. ისიც გმირობაა, რომ აი ესეთი ეპოქები გამოიარა ჩვენმა ერმა, გასული დოკუმენტალურად გასული 35 საუკუნის განმავლობაში და ისევ ვართ, ისევ ქართულ ენაზე ვსაუბრობთ, ისევ აქ ვცხოვრობთ, ეს საოცარი წყალობაა. მე დღეს თქვენთან მოვედი შემდეგი წინადადებით, შემდეგი თემით, შემდეგი სიტყვით. მოდით ამ ჩვენს გადაცემას, ჩვენს საუბარს დღეს დავარქვათ ვიკრიბებით მცხეთაში. ვიკრიბებით აი აქ სადაც ჩვენ ცხოვრობთ, ვიკრიბებით, როდიდან ვიკრიბებით, საიდან მოვედით, რამდენჯერ მოვიდა ჩვენი შემავსებელი, ასე შემდეგ ამ ქვეყანაში, როგორი ერი ვართ დღეს, როდიდან ავართ ის ერი, როგორი დღეს ვართ აქ მაცხოვრებელი და ასე შემდეგ. ერთ სიტყვით ვიკრიბებით მცხეთაში. ღმერთმა დალოცოს საქართველო, ღმერთმა დალოცოს ქართველი ერი. დიდი მადლობა ღმერთს იმ დიდი წყალობისათვის, რასაც აი აქ დაბადება, გამრავლება, ცხოვრება ქვია, სადაც ჩვენ ცხოვრობთ. დიდი მადლობა ღმერთს ამ ენისათვის, რომელიც უეჭველი ზეციური საჩუქარია, ამას წყალი არ გაუვა. დიდი მადლობა ღმერთს აი ამ ანბანისათვის, რომლის საკრალურობა, გენიალურობა და ზეციურობა ჩნდება და ჩნდება, მოგეხსენებათ დიდი გალაქტიონი მაგალითად ასომთავრულ ანს ზეცაზე ხედავს და კითხულობს და როგორ მოვედით აქ, როგორ აღმოვჩდით აქ. მოგეხსენებათ ახლა ეს გადაცემა პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის არის მიმართული, უპირობოდ იმ ადამიანებისთვის არის მიმართული, ვისაც ჯერავს ბიბლიისა, ვისაც ჯერავს წმინდა წერილისა და ტოლერანტულები მაინც იყვნენ ის ადამიანები ჩვენდამი და ამ დიდებული წიგნისადმი და ბოლო-ბოლო თავი დაგვანებონ რა, თუ არ არიან არც ტოლერანტულები და არ მიმღებლობა არა აქვთ. ძალიან ვწუხარ, რომ ასეთები არსებობენ, რომ ტოლერანტულები არ არიან, თორე ეხლა კაცია და გუნება, აი მეტი გამართლება არ აქვს, კაცია და გუნება. შესაბამისად, როდესაც მოხდა წარღვნა და როდესაც მოდით თავიდან აი რადგან ეს სიტყვა ვახსენე, მე ვიტყვი რომ წარღვნას არ გამორიცხავს არც ერთი დიდი გეოლოგი. არ გამორიცხავს, ისინი თანხმდებიან, რომ აუცილებლად იყო წარღვნა, მეტადრე ამ რეგიონში
იყო ესეთი ძალიან დიდი ადამიანი, ღმერთმა აცხონოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახე და პატიოსნება და სინდისი და წესიერება და გენიალურობა და პროფესიონალიზმი აი ამ ადამიანში იყო თავმოყრილი, ეს იყო ბატონი ზურაბ მგელაძე, დიდი გეოლოგი, გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი და მე გახლდით ალბათ 25 წლის ამბავს გეუბნებით, შეიძლება აი ესე პლუს მინუს 2-3 წელი და იგი GPI-ის ერთ-ერთ დიდ აუდიტორიაში იყო და 50 კაცი იქნებოდა იქ მხცოვანი პროფესორები დაწყებული, შუახნის ხალხით გაგრძელებული, სტუდენტებით დამთავრებული და ეს ადამიანი რაღაც დიდ ნაწილს, ვთქვათ, აი ამ 50 კაციანი ჯგუფის დიდ ნაწილს ესაუბრებოდა, ერთ 20 კაც სიტყვაზე ესე ჯგუფურად იყო და დაყოფილი საზოგადოება, სანამ კონფერენცია დაიწყებოდა და წამოდითო განახოთო წარღვნის კვალიო, აი აქო ძალიან ახლოსო, თრიალეთის ზეგანზეო, წამოდითო განახოთო ადამიანებს არ წმუნებდა, რომ ეს წარღვნის კვალიო. გაჩვენოთო და კარგად გამიგეთ, მე მაშინ გაცილებით ახალგაზრდა ვიყავი და დღემდე ვწუხვარ და ეს ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ ერთხელ ვიტყვი. ღმერთმა აცხონოს და ნათელში იყოს მისი სული და ვერ შევეკითხე, ვერ ავყევი, რომ აი გთხოვთ, აბა მემანახეთ, რომ შესაბამისად. თუმცა თქვენ თითოეული ნახავთ, ეხლა ის ადამიანი რას მანახებდა და რას გვანახებდა და რა დეტალურ ინფორმაციას მოგცემდა და როგორ დათარიღებას მისცემდა აღნიშნულ ნიშანს თუ არტეფაქტს, ეს ერთი საკითხია და მეორეც ახლა თქვენ თვითონ ნახავთ უამრავ შესაბამისად წყლის ნაჩს და წყალმცენარეების იქნება თუ წყლის ცხოველების და არსებების ნაჩს ნახავთ მაღალ მთაში და ეს რაღაც დონეზე უნდა იყოს ამის ერთ-ერთი სახეობა, თუმცა არსებობს სხვა იდეები, რომ ზოგი 20 მილიონი წლისაა, ზოგი 100 მილიონი წლისაა და ასე შემდეგ. არსებობენ აი ძალიან მრავალი ადამიანი არსებობს, რომელიც იძლევა ამაზე სხვადასხვა ცნობებს, რომ წარღვნა იყო მათ შორის მაგალითად ერთ-ერთი არის ძალიან ცნობილი რუსი საეკლესიო ავტორი სერაფიმე სლობოდელი, რომელიც აი აღწერს და იგი რამდენადმე ახლა როგორც მეცნიერი, როგორც ღვთისმეტყველი თავის თავისუფლებას აძლევს, ესეთი რამე თქვას, რომ ეს მოხდა აი ამ რეგიონში, კარგად გამიგეთ, მცირე აზიაში და სრულიად არ არის ეს აუცილებელი, რომ მომხდარიყო მაგალითისათვის სამხრეთ ამერიკაში თუ ციმბირის რეგიონში. ხო ხვდებით რის თქმა მინდა და აქ ეს ნამდვილად განვითარდა. მერე იყო ესეთი საოცარი ადამიანი ჯონ მალოვანი და მისი ცოლი აგატა კრისტი სერ მალოვანი და აგატა კრისტი ისინი თხრიდნენ მაგალითისათვის სამხრეთ მესოპოტამიას და ცალსახად ამბობდნენ, რომ ეს არის კვალი წარღვნისა, იგივე ვოლი, ძალიან დიდი არქეოლოგი, იგი პოულობს დაახლოებით 4 მეტრიან შრეს, რომელიც აშკარად ერთად არის მოტანილი და ასე შემდეგ. უამრავი, მე არსებობს ესეთი მეცნიერი პიტმანი, რომელიც ამბობს აი შავი ზღვის წარღვნის ვერსიაზე საუბრობს და იგი ამბობს, რომ აი შავი ზღვა იქნა გადმოქცეული და 140 მეტრით აიწია ზღვის დონემ და ისინი ახლა მაგალითად ეს ადამიანები ათარიღებენ დღეის უკან 10,000 წლით, ესე იგი შესაბამისად ჩვენ წელთაღრიცხვამდე 80 საუკუნე, 90 საუკუნე ესეთი აი პიტმანი არის ესეთი ადამიანი, ესე ათარიღებს. ასევე სხვადასხვა ადამიანები მოგეხსენებათ, ახლა არის ესეთი ცნობები და კვლევები და ამ შემდეგ. არსებობს ესეთი აბატი, ესეთი მეცნიერი, რომელიც ამბობს, რომ ჩავარდა კომეტა, რაღაც გრანდიოზული კომეტა ინდოეთის ოკეანეში და ინდოეთის ოკეანიდან გამოწვეულმა ტალღამ გამოიწვია აი მცირე აზიაში და ახლო აღმოსავლეთში ესე სადაც არის დღეს მაგალითისათვის სპარსეთის ყურე, იქიდან არისო წყალიო შეჭრილიო და სხვადასხვა მონაცემები. მაგრამ ამას წყალი არ გაუვა, რომ იყო, ნამდვილად იყო გეოლოგები ამას ამბობენ, წარღვნა არსებობდა და ბიბლიური დათარიღებით ეს მოხდა
რა მოგეხსენებათ ახლა სხვადასხვა ბიბლიები არსებობს, ერთი არის მაგალითად სეპტუაგინტა ძალიან საპატიო ადგილზე დგას ეს თარგმანი ჩვენ წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნეში, პირველ საუკუნეში შექმნილი არსებობს ქართული ბიბლია, ხო, ძალიან დიდი წყალობაა, რომ ჩვენ გვაქვს ქართული ბიბლია და იგი გაცილებით მაღლა შეიძლება დადგეს ძალიან ბევრ ვერსიაზე ბიბლიებისა და ამავდროულად და აი 60 საუკუნის წინანდელს ამბობენ, ზოგი 55 საუკუნის წინანდელს ამბობს, ეს წარღვნა აუცილებლად მოხდა და მე რომ გადმოვიდა კიდობნიდან ნოე შესაბამისად აი ამ რეგიონში დაიწყო ახალი ცხოვრება, ახალი ეპოქა, 800 გადარჩა ნოეს ოჯახობა არსებობს რა თქმა უნდა არაკანონიკური, მაგრამ აპოკრიფული წყაროები, რომ ნოეს მერე კიდე შვილი გაუჩნდა ქალვაჟი და ასე შემდეგ გარდა სემისა, ქამისა, იაფეტისა, რომელიც დაოჯახებულები იყვნენ და ვრცელდება. და აი იოსებ ფლავიუსი ამბობს, რომ გადმოვიდა ნოე იმ ქვეყანას ერქვა გორდი, ხო ხდებით რის თქმა მინდა და ეს იყო აი არარატის მთის გარშემო ფერდები და აქედან იწყება კაცობრიობა, აქედან იწყება იაფეტური სამყარო, სემიტური სამყარო და ქამიტური სამყარო. აქედან იწყება. ამას წყალი არ გაუვა. ახლა კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ ვიცით რაღაც დონეზე არც გვაინტერესებს, როგორი არის ასაკი სამხრეთ ამერიკისა, ჩრდილოეთ ამერიკისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების კვალისა და ცივილიზაციისა. შესაბამისად, აი ეს არის მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის შედგენილი რუკა, თუ როგორ მოხდა განსახლება, აი მიაქციეთ ყურადღება, თუ როგორ მოხდა განსახლება იაფეტის ოჯახისა. ამ შემთხვევაში ჩვენ იაფეტის ოჯახობაზე ვისაუბროთ და წავყვეთ დინებას ამ მიმართულებით. აი აქ მაგალითისათვის მოცემულია, რომ დღევანდელი თურქეთის ჩრდილო მხარეში არის აქ წერია თუბალი, მე ყველას მინდა გთხოვოთ, რომ გამოიყენეთ მცხეთური ხელნაწერის სახელები, ტოპონიმები, საკუთარი სახელები, ეთნონიმები და ასე შემდეგ, ეს უფრო ღრმა არის და მიგახვედრებთ. ანუ აი აქ არის თობელის ხალხი, აქ არის მოსოქის ხალხი, განთავსებული, აქ არის ღამერის ხალხი, ანუ გომერი, ანუ თორღამეს მამის და ასე შემდეგ, აი აქ არის მაგოგი, იავანი, მაგალითად, რომელიც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე განთავსდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მეუფიანანი არის პირველი ადამიანი, აი ჩვენი ეპოქის ადამიანი, რომელიც დღევანდელ კავკასიაზე აწერს აი ამ ორ სიტყვას ერთდროულად კოლხიდა და ქალდები და იგიც ამბობს შესაბამისად მე წინა გადაცემაშიც ვისაუბრე ამაზე, რომ კოლხიდა და ქალდეა და ქართლი სინონიმებია და ეს იყო კოლხიდა მაგალითისათვის 35-40 საუკუნის წინ და აქ ცხოვრობდნენ ქალდები. ხვდებით ხო როგორი რამეა და ეს აი ქალდი უკვე ეროვნებაა, გამიგეთ ეთნონიმია. ქალდები მარტო აბრაამის ოჯახი არ იყო ქალდეველი, ქალდეველი იყო ყველა ის ადამიანი, რომელიც პირველი ხუთი თაობა ნოედან ბაბილონამდე ცხოვრობდა აქ. იმიტომ რომ ამ ქვეყანას ერქვა ქალდეა, გამიგეთ, ეს იყო პირველი ქალდეა, აი მეორე რუკასაც განახებთ და იქ კარგად გამოჩნდება. ეს იყო პირველი ქალდეა, პკარდუ, გორდიენი, გორდუ და ასე შემდეგ და ეს არის და აქ ყალიბდება ერი, წარმოგიდგენიათ ეს 5 თაობის განმავლობაში, რომელიც 500 წელიწადია. წარმოგიდგენთ ახლა როგორ იმძლავ რა? და მე ეს 5 თაობის მერე მოგეხსენებათ რაც ხდება, იშლება კაცობრიობა სხვადასხვა მიმართულებით. ეხლა უკვე შესაბამისად აი ამ რუკას წარმოგიდგენთ, რომელიც მე შევადგინე რამდენიმე ადამიანის თხოვნით, მითითებით, ასე შემდეგ, რომ ხალხთა გადანაცვლება როგორ ვითარდებოდა და როდის ყალიბდება ჩვენი ერი, კიდე ერთხელ ვიმეორებ, ამ ენით, რა ენაზეც დღეს ვსაუბრობთ, აი ამ საცხოვრისით,
სადაც დღეს ცხოვრობთ და შესაბამისად ეხლა 2, 3, 5, 7, 10, 15 საუკუნის წინ, 20 საუკუნის წინ რა დავკარგეთ, კიდე კარგი არსებობს დოკუმენტალურად და ერთი კი არა 10,000 წყაროა იმისი თუ როდის დავკარგეთ, როგორ დავკარგეთ, ვისგან დავკარგეთ, აქეთ, აი მაცხოვრის ეპოქის აქეთ და მაცხოვრის ეპოქამდე რა ხდებოდა და რა დინებები იყო, ეს ამოსაკრებია ეხლა და ეს თემა გასამარჯვებელია. აი შესაბამისად ესეთი რუკა მინდა შემოგთავაზოთ. მე იმედი მაქვს, რომ ეს რუკა ელექტრონულად გადაიქცევა და რამდენიმე ადამიანი დამეხმარება ამ რუკის შედგენაში და ასე შემდეგ იხილეთ ეს რუკა. რუკას დავარქვი სახელწოდება შესაბამისად ვიკრიბებით მცხეთაში. ვინ საიდან მოვედით დღევანდელ საქართველოში და მიწერია ესეთი რაღაცა ძველი წელთაღრიცხვის მე-6, მე-5, მე-3 საუკუნეები. ეს იმიტომ გამოვყავი, რომ ეს აი რაღაც დონეზე უკან დაბრუნების ეპოქები. ხვდებით ხო რის თქმა მინდა. პირველ რიგში მე მინდა თქვენ გთხოვოთ, აი შეგევედროთ რა, გეხვეწებით, აი ძალიან გთხოვთ, რომ კატეგორიულად არ მიიღოთ ესეთი მათემატიკის რვეულისავით დახატული ხაზები და ცხრილი გისოსები, ასე ვთქვათ, დღევანდელ კავკასიაზე, აი დღევანდელ ამიერკავკასიაზე, რომ ორი მთა არის ძალიან ხშირად დახატული, პარალელური, მოგეხსენება დიდი კავკასიონი და მცირე კავკასიონი, რომელსაც მე ორი შვეული ჩამოსდის, თითქოს და ერთი არის ლიხის ქედი და მეორე არის ცივგომბორის ქედი და ვიღაცა უნამუსო ვიმეორებ, აი სადაც გინდათ იქ ვიტყვი ამათ, გინდა ხმამაღლა, გინდა პირში და ასე შემდეგ. ვიღაცა უნამუსო იბერიას წერს აი ამ ჩარჩოში. და კოლხეთს წერს იმ მარცხენა ჩარჩოში. და მარჯვენა ჩარჩოში წარმოიდგინეთ ამ ცივგომბორის იქით, თელავი და გულგულა სადაც არის და სიღნაღი და წნორი სადაც არის, იმის იქ წერს ალბანეთს რა. ეხლა ალბანეთის თემაზე მე ვისაუბროთ და კიდევ ერთხელ გეუბნებით სირცხვილი იმას, ვისაც მარტო აქ გონია იბერია. წარმოიდგინეთ როგორი მტერია რა. მატყუარა როგორია და აფერისტი როგორია და მზაკვარი როგორია. და კოლხეთი მარტო იქ გონია, ესე იგი ბათუმს მაღლა და სოხუმს დაბლა და შავი ზღვა და რიკოთის უღელტეხილი. ნახეთ რა ხდება ჩემო მეგობრებო. შესაბამისად აი აქაც ახლა მეუფემ რომ შექმნა ეს რუკა ერთ-ერთი ძალიან დიდი ხალხი მოგეხსენებათ დალოცა აკურთხა ნოემ მამამთავარმა თავისი შვილი იაფეტი რომ გამრავლებულიყო, გაბევრებულიყო, გავრცობილიყო და მართლაც ესე განივრცო ეს ადამიანი. ეხლა თავი დავანებოთ იქით კიდე რომელი ჩრდილო-დასავლეთით და ჩრდილოეთით და დასავლეთით რომელი ხალხები წავიდნენ, მაგრამ აი ეს ხალხები რომ მაგალითისათვის აი თობელი აი აქ განსახლდა, სადაც ანუ ჩრდილოეთ ანატოლიაში, მოდით ესე ვთქვათ, დღევანდელ კონსტანტინოპოლამდე, ხოლო აი აქ განსახლდა შესაბამისად მოსოხი განსახლდა და უკვე მოდით ახლა ვისაუბროთ აი მოსოხზე, იქ მცხოვრებ ადამიანებზე, შესაბამისად მან დოკუმენტალურად უკვე ამოსული რო არის მასალა და მსოფლიო რო შეთანხმებულია, არის ხეთების განსაკუთრებული მოდგმა, ხეთების ერი ქვეყანა. პირდაპირ ვთქვათ, მოდით ეხლავე ვთქვათ, რომ ხეთების ენა ინდოევროპულია, სხვა ენაა, მოდით ეხლა ყველაფერს თავი დავანებოთ ესა ვთქვათ და ხეთები აი აქაც ცხოვრობდნენ, მათი დედაქალაქი იპოვით თქვენ ესეთი დიდი ქალაქია, გრანდიოზული ქალაქია, ალბათ თურქეთის ტერიტორიაზე მე-5 არის ზომით, კაისერი ქვია დღეს და კაისერის ადგილას იყო მაზაკა, ესეთი დიდი ძალიან მაზაკა ქალაქი, გული არის ეკა და ხეთები ქრებიან ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-12 საუკუნეში გაქრა ეს ერი, დაიმცრო დაჩაგრა, გაანადგურა იგი ეგრეთ წოდებულმა ზღვის ხალხებმა და ეს ზღვის ხალხები მსჯელობენ ვინ არიან, რა არიან, ზოგი ამბობს რომ ეს არის შავი ზღვიდან ჩასული, ზოგი ამბობს რომ მედიტერანეიდან ასულია, ზოგი ამბობს რომ ეგეოსიდან გადმოსულია. ერთი თვით გაქრა ეს ქვეყანა და მე-12 საუკუნეში ჩვენ წელთაღრიცხვამდე რო ქრება ხეთური სამყარო ძალიან საინტერესოა, მათ ეხლა გაიშიფრა, აი
70 წლის წინ გაიშიფრა, წარმოგიდგენიათ 80 წლის წინ, 60 წლის წინ მათი დამწერლობა. მანამდე ვერავინ ვერ კითხულობდა სიტყვაზე მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში და აი ამოვიდა იქ სხვათა შორის ეგრა მაგის პასუხია და ნახსენებია ჰაიასა და ეგრევე ღმერთმა გაახაროთ ჩვენი მეგობრები, მეზობლები, სომხები ძალიან მიყვარან 10 მეგობარი მყავს ეთნიკური სომეხი, მაგრამ ძალიან გაიხარეს მათ რომ ეს სიტყვა რო გაიგონეს, რომ აი ჩვენზეაო საუბარიო და ეჭგარეშია 200-ზე არ არსებობს, რომ აიაზეა საუბარი, ჰაიასა, ანუ აიაზე. ჰაიასი, ანუ აიას ქვეყანაო ჩვენგან აღმოსავლეთითო და მართლაც პირველი იმ ეპოქაში 33 საუკუნის წინ მათ აღმოსავლეთით აიას ქვეყანა იყო. მე ყველა მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი ღრმარწმენი, ჩემი აღმოჩენით მაპატიეთ ამას რომ ვამბობ, რომ კიდევ ერთხელ ვისაუბროთ, რომ აიას ქვეყანა იყო ჭოროხის აუზი და დიდი კოლხეთია ეგა, დიდი ეგრისია და დიდი სამშობლოა. მთელი ჭოროხის დასაბამიდან ჩვენი იყო სტრაბონამდე 180 წლით ადრე, მაგრამ მაცხოვრის დაბადებამდე 180 წლით ადრე იბერიას ეს მიწები, ამ მიწების ნახევარი, ანუ ზემოსპერი ჩამოაჭრა არმენიამ. თორემ მანამდე სულ ჩვენი იყო და ეხლა მაგასაც მივალთ ამ ადგილაზე და მე ეს მოსოხის ქვეყანა ანუ აქ შეიქმნა მუშქების ქვეყანა შესაბამისად ამ ადგილას უკვე მე-7 მე-8 მე-9 საუკუნეში ჩვენ წელთაღრიცხვამდე არის მუშქების ქვეყანა და ეს მოდით ასე ვთქვათ თვითონ მოსოხი აქ 50 საუკუნის წინ არის მისული. ხვდებით ხო რის თქმა მინდა, ანუ ბაბილონის დაქცევის მერე და იმის მიწებზე ხეთებით ცხოვრობენ. რა ეხლა ცოტა უფრო კომპეტენტურმა ადამიანმა თქვას, რადონის ნათესაობა შეიძლება ჩვენ გქონდეს ხეთებთან. მოგეხსენებათ ბიბლიურად ეხლა ენა შეიცვალა, კარგად გამიგეთ, მე ვერ ვამბობ, რომ ხეთები ჩვენი ნაცნობები არიან. ვერ ვბედა, არ ვიცი, კარგად გამიგეთ და ცოტა კომპეტენტურმა ადამიანმა თქვას, მაგრამ მერე უკვე ამ ადგილას ესე მე-7 მე-8 საუკუნეში ჩვენ წელთაღრიცხვამდე ცხოვრობენ მუშქები. ცხადად ჩვენი ნათესავები, ცხადად ჩვენი ხალხი, ცხადად ჩვენი ერი, კარგად გამიგეთ რა, ეხლა იმდენად გავრცობილია ეს ხალხი იმ ეპოქაში და სხვა ადგილას ცხოვრობენ, რომ ამა ეს თემა კიდე განვიხილოთ და აი სადაც არის შესაბამისად კიდე ერთხელ გეუბნევით დღევანდელი კაბადოკია, იმ ადგილას იყო ესეთი დიდი ხალხი სახელად მუშქები, რომლებიც ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-7 საუკუნეში რა, ესე იგი ჩვენ წელთაღრიცხვამდე სადღაც 650-660 წლებში ურარტუსგან იღებენ უდიდეს დარტყმას რა. უდიდეს დარტყმას იღებენ, იყო ესეთი ადამიანი, მაშინ ურარტუ ძალიან ძლიერი იყო, აი როგორც დღეს მაგალითად სიტყვაზე არის ამერიკა რა, ყველას ერეოდა, მოდით ესე ვთქვათ, ფიზიკურად და სამხედრო თვალსაზრისით და კიმერიელები დაიხმარეს. წარმოგიდგენიათ, ვერ შეძლეს მარტოებმა და კიმერიელები დაიხმარეს. ეხლა ურარტუელები ჩვენი ნაცავები რო არიან, ამას მე კი არ ვამბობ, დიდი გრანდიოზული ადამიანები ამბობენ. ივანე ჯავახიშვილიც ამბობს ამას და ილია ჭავჭავაძე ამბობს ამას, რაზეა საუბარი და სამწუხაროდ ეხლა მაშინაც იყო შიდა ომები და ასე შემდეგ და ურარტუ დაეტაკა ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-7 საუკუნის შუაში იყო ესეთი ადამიანი რუსა მეორე და დაიმცრო ეს ხეთების ეს მხარე, ეს ტერიტორია და ეს დიდი ნაწილი წარმოგიდგენიათ, რომ იმის და მიუხედავად, რომ შემოტევა იყო აღმოსავლეთიდან, ესენიც აღმოსავლეთით წამოვიდნენ, რომ გამსახლებულიყვნენ აქედან ძალიან დიდი ნაწილი. ხვდებით ხო რის თქმა მინდა და წამოვიდნენ ეს აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით. და დასახლდნენ სადაც დღეს აი ჭოროხი იწყება. ხვდებით ხო როგორი სამყაროა, აი სადაც არის მაგალითად კარნუ, მერე პაიპერი, მერე ზემოსპერი, მერე ქვემოსპერი, მერე ხალიბეთი, მერე ტაო, მერე კლარჯეთი ან თუ ჯერ კლარჯეთი, მერე ტაო, ასე ჩამოვიდა, მერე ლიგანის ხეობა, აი აქ დასახლდნენ. ეს იყო გრანდიოზული ქვეყანა. ეს იყო გრანდიოზული ქვეყანა აი ამ ადგილას. განთავსებული თქვენ პავლე ინგოროყვას რუკად შეგიძლიათ იხილოთ, ესეთ აქ შექმნეს თავიანთი უამრავი ტოპონიმი, აი მესხეთის მთები,
მოსხიკეს მთები, მოსხები, მუშკები, ასე შემდეგ და უამრავ წყაროში მე აი მოსხიკეს მთებიდან, მესხეთის მთებიდან იწყება ფაზისი, აი ამაზე აი აქ იგულისხმება და მე 24 საუკუნის წინ რო აქ გაიარა ქსენოფონტემ ზედადინებაში აი ხალხი ძლიერი ხალიბები, მე სუსტი ხალიბები, ანუ ხალიბების რამდენიმე ტომები, ეხლა ხალიბი და კარდუ და ქართლი რო ერთი სიტყვა წინაზე ცვილაპარაკე და ეხლა ცვილაპარაკობდა. მე აი ამის შემდგომ აი ამ ადგილას, ანუ დღევანდელი ცენტრალური თურქეთია, მოდით ესე ვთქვათ, აქეთ, იქით, ზემოთ, ქვემოთ, ზუსტად შუა ადგილია რა. მარტივად მოძებნით რუკაზე. აი სადაც მაგალითისათვის სამსუნიდან სამხრეთით რა. სადაც მაგალითისათვის ქვემოთ ანტალიის ჩრდილოეთით რა. შესაბამისად, მე მაგ ადგილას უკვე წარმოიდგინეთ, რომ აი მე ანუ 500 წლით წინ ჩვენ წელთაღრიცხვამდე 500 ანუ მე-6 საუკუნეში უკვე მაგას ახალი სახელი ერქმევა კაბადოკია არის პირველად მოხსენიებული სხვათა შორის დარიოს პირველი წარწერა არის აუცილებლად იხილეთ რა ესეთი ხელოვნების ნიმუშია მაღლა კლდეზე ამოტვიფრული დარიოს ბიჰუსტანის წარწერა აი ბიჰუსტანის წარწერა ესე ჩაწერეთ და იქ არის მოხსენიებული კაბადოკია და კაბადოკია მათებურად ანუ ძველ სპარსულად ლამაზი ცხენების ქვეყანაა და კაბადოკია აი ამ შინაარსისაა და მანამდე რომ მოსოხი მუშქია და მუშქები რომ მესხები არიან და ასე შემდეგ ამას ყველა ამბობს და ყველა აღნიშნავს და იყო ესეთი კაცი ჰეკატეოს მილეტელი ესეც აი ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნის კაცია დაახლოებით და იგი ამბობს რომ მოსხებიო კოლხური ტომიაო ხვდებით ხო როგორი რამე ესე იგი მოსხი და კოლხი ერთი და იგივე ტომი ანუ მოსხები კოლხები სინონიმებია ძალიან დიდი ადამიანია აი გენიოსი ადამიანია ჩვენ ყავს ძალიან დიდი ხეთოლოგი რომელიც მსოფლიოში შეიძლება ითქვას რომ არავის არ ჩამოუვარდება და თანაც ამ ეპოქისაა აი ახლა ხან ალბათ 5 წლის წინ გარდაიცვალა ღმერთმა აცხონოს ნანა ხაზარაძე დიდი პროფესორი დიდი ადამიანი დიდი ლექტორი დიდი მასწავლებელი კეთს ვიხრი მისი სულის წინაშე მქონდა ბედნიერება რომ ვიცნობდი ამ ადამიანს მქონდა ბედნიერება რომ მისი საუბრები მაქვს მოსმენილი და ასე შემდეგ და ამან ესეთი შეიძლება ითქვას რომ დაამკვიდრა ეს აზრი რომ მოსხები იბერები არიან ამასთანავე ხვდებით ხო ეს აი ეს პარალელები და ტოლობები ისეთი მნიშვნელოვანია რომ ყველამ უნდა აიტაცოს ხო გამიგეთ და ეს არის გამაერთიანებელი აი ესეთი დიდი მეცნიერები არიან ამისი მთქმელები და ასე შემდეგ და აი წარმოვიდგინეთ რომ რაღაცა ნაწილი კიდე ერთხელ ვიმეორებ აი ანუ იმის თქმამდე ახლა ჩვენ ხო ვიკრიბებით მცხეთაში შესაბამისად და ეს წამოვიდა და აი აქ განთავს და დღევანდელ სამხრეთ დასავლეთ საქართველოში რომელსაც დღეს ჩვენ ვიცნობთ როგორც პერი, კარნუ, იმიერტაუ, ამიერტაუ და ამოსული იყო დღევანდელ აი ბორჯომამდე, ადიგენამდე, ასპინძამდე, ახალციხემდე, ხო ხდებით, ეს არის მესხეთის დიდი გრანდიოზული ქვეყანა, როდის იცით? ჩვენს ეპოქაში უკვე, კაცო. იესომდე ჩვენს ეპოქაში როგორ ვიტყოდი, კაცო. ჩვენს წელთაღრიცხვაში, ჩვენ შუა საუკუნეებამდე და ანუ ჩვენ წელთაღრიცხვამდე რომ 5 საუკუნით ადრე შექმნეს აქ ახალი მესხური ქვეყანა, მოდით ესე ვთქვათ, არსებობდა ეს ქვეყანა მე-11 საუკუნემდე. ხო ხდებით, მე რაც მოხდა წინაზეც ვისაუბრეთ და ეხლაც ვისაუბრეთ ესე გამოიარა კალიასავით ბიზანტიურმა ჯარმა და დაგვანელა მანდ გაგვა მესამედეს რა გაგვა მეოთხედეს, მაგრამ მაინც მაგრად ვიდექით. ჩვენ უამრავი წყარო გვაქვს, რომ მანდ აი კარნუში, პაიპერში, ვალაშკერტში, ფასიანში და ამ შემდეგ მე-17 საუკუნემდე ისხდნენ ქართველი ეპისკოპოსები. მე-17, აი ახლა აი 300 წლის წინ წარმოგიდგენიათ, როგორი აღსანიშნავი მომენტია. ეს არის ერთი დიდი ხალხი, მოგეხსენებათ, ანუ შევთანხმდით, რომ ამათგან წამოვიდა ესე დიდი მატება, მოდი ვთქვათ, რომ 50% წამოვიდა, 50% დარჩა
და ეს ხალხი გარდაიქმნა კაბადოკიელებად. მე წინა გადაცემაზეც ავთქვი, რომ წმინდა კირიონ მეორე ამბობს, რომ წმინდა გიორგიო მესხიაო, კაბადოკიელს კი არ ამბობს, მესხიაო, იმიტომ რომ ამ რეგიონში, ამ ადგილას არის დაბადებული და ასე შემდეგ და მე აი აქ ეს ადგილი, რომელიც მე გითხარით, დღევანდელი კაბადოკია. იმის დასავლეთით არის ფრიგია, ეს ქვეყანა ილიადაშია მოხსენიებული, ილიადა არის 32 საუკუნის წინანდელი, აი ზოგი ამბობს ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-12, მე-11 საუკუნის ეპოქა არის, რაც იქ არის აღწერილი, მისი ავტორიო 10 საუკუნის წინანდელი, ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-10 საუკუნის კაცი უნდა ყოფილიყო, ლიტერატურულათო ეს დაიხვეწაო ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-6, მე-7 საუკუნეში, იქ იყო ესეთი ქალაქი და ესენი ტროელების თანამზრახველები და თანამებრძოლები იყვნენ, ანუ ერთად ბრძოლობდნენ, ერთი მტერი ყავდათ და არსებობს ესეთი ცნობა, რომ ამათ ენაზე საუბრობდნენ ტროელები. ხვდებით ხო რის თქმა მინდა, თვითონ ხეთები ორი ენაა, ერთი ხეთური, რომელიც ადრე დაიმცრო და მეორე არის ლუვიური, ეს მეორე ენა, რომელიც შენარჩუნებული იყო, კარგი და საუბრობენ, რომ აი ლუვიური ენა არის აი ამ ფრიგიელების ენა და ამათ დედაქალაქი იყო გორდიენი. გორდი და უამრავ მეფეს, უამრავ დიდგვაროვანს, გორდი. მე წინა გადაცემაში ვთქვი და ეხლაც მინდა გითხრათ, რომ სადაც იპოვნით სიტყვა გორდის, ეს გორდი არის კარდუ, ეს არის კარდუ, ეს არის ქართლი, ეს არის ქალდია, ეს სულ სინონიმებია, კარგად გამიგეთ. ძალიან მარტივად მისახვედრი რა და აქ კიდე წეღანაც ვთქვი, რომ გადმოვიდა ნოე კიდობაინიდან იმ ქვეყანასაც ქვია გორდი და უამრავ რუკას აი ამ გადაცემას რო დავდებ იმის ქვეშ იქნება რუკები, სადაც აწერია ვანის ტბის ჩრდილოეთით და არარატის მთის სამხრეთით გორდი ეს წარწერა, ხო გამიგეთ რის თქმა მინდა და დღესაც ცოცხალია რა, ახლა საქართველოში რამდენ ადამიანს ქვია გორდი, გორდა, სოფელი არის გორდა და ასე შემდეგ, ეს ცოცხალი ტოპონიმია ჩვენში. გამოჩენილ ადამიანსაც ქვია გორდა. ღმერთმა გაახაროს და გააძლიეროს, გამახსენდა ეხლა. შესაბამისად, აი სრულიად წართმეული აქვს ისტორიაში იყო ესეთი ადამიანი. მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ აი პროსომეხი მწერალია და ავტორია ჩვენი ეპოქის მე-20 საუკუნისა და მე-19 საუკუნის მიჯნაზე მცხოვრები ადამიანი, დიაკონოვი, რომელმაც ეს ყველაფერი მიაკუთვნა პროტოსომხებს, პროტოარმენებს და ეს ხალხი გამოცხადებულია როგორც არმენების წინარე ხალხი, ხო? და ჩვენ საერთოდ წართმეული გვყავს ეს ფრიგიელები. აი ამ სტრაბონი ამბობს, რომ აი მაგ ტროას ომის შემდგომ დასახლდნენო მან და ესენიო, თორე არ ცხოვრობდნენო, ესე იგი ესენი აღმოსავლეთიდან მივიდნენ მან და სიტყვაზე აი ტროას დასახმარებლად და გაიმარჯვეს ასე შემდეგ ტროელების დასახმარებლად დასახლდნენ იქა და წაიღეს ეს ტოპონიმი უეჭველი. ესენი მესხები არიან და იგივე ქალბატონი ნანა ხაზარაძე წერს, რომ ამად გვერდზე იბერიული ტომები ცხოვრობდნენ სამეზობლოში და შემდეგ მე შემიძლია რომ ეს ვისაც დააინტერესებს ავტვირთო ეს წყაროები, ეს წიგნების სახელწოდებები და გვერდები და ასე შემდეგ. ეს არის უეჭველი მრავალმხრივი ქართული ქვეყანა, წინარე ქართული ქვეყანა. აი სადაც ანკარა არის, ანკარადან ესე აღმოსავლეთით არის ეს ქალაქი 60 კილომეტრში, 70 კილომეტრში გორდი ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი სახელია იქა და შესაბამისად ისეთი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აი ამ ორ ქვეყანას. აი მეტადრე მესხეთს რომ აი ძველი ავტორები ასურული წყაროები რომ საუბრობენ აქაურობაზე, მესხეთი არის ორიენტერი რა, როგორც თბილისშია სიტყვაზე
მთაწმინდა ორიენტირება, აი მთაწმინდის ქვეშ, მთაწმინდის აღმოსავლეთით, მთაწმინდის დასავლეთით, მთაწმინდის უკან, წინ, ზუსტად ასე აი მესხეთის ზემოთ ცხოვრობდნენ, გვერდზე ცხოვრობდნენ, ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ, დაბლა ცხოვრობდნენ. ეს მაღალი მხარეა, წარმოგიდგენიათ, ზღვის დონიდან ალბათ ერთი 700, 800, 900 მეტრიანი მთებია მანდა. შესაბამისად ესეც მეორე ქვეყანა და ეხლა გადავდივარ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცაზე, ძალიან საგულისხმო რაღაცაზე. მე ყველა თქვენთაგანს მინდა ვთხოვ, აი დავმეგობრდეთ და მე დაგპატიჟებთ და ერთმანეთს შევეხიდოთ, ჯგუფი შევადგინოთ და წავიდეთ, მაზაკაც ვნახოთ და გორდიენიც ვნახოთ რა. სხვათა შორის ეხლა მე კი ვთქვი, რომ ესე იყო ილიადაში აღწერილი ასე შემდეგ ესომები და ასე შემდეგ, მაგრამ რაც შეეხება ამ ქალაქს გორდიენს, ეხლა არქეოლოგია ხო პრაქტიკულად ყველაფრის დოკუმენტია რა და არქეოლოგიურად ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე 800 700, 600, 500, 400 აი ამ წლებით ამოვიდა გორდიენში რომ სამარხებია, იმ სამარხების ასაკები. რაღაც დონეზე შეიძლება პლუს მინუს შეცდომები იყოს, მაგრამ ანუ მე-9 საუკუნეში და მე-8 საუკუნეში, მე-7, მე-6, მე-5 გამალებული ცხოვრებაა გორდიენი. ანკარასთან ახლოს. ეს არის გორდიენი და მაზაკა არის დღევანდელი კაისერი. აუცილებლად წავიდეთ, ძალიან მარტივად. ეს ორი ერთი დიდი ტალღა, შემოდინება და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ხალხები როგორც მოგახსენეთ, მოვიდნენ აქ სამხრეთ აღმოსავლეთ, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, რა დღევანდელი თურქეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და მესხეთიდან დარჩენილი გვაქვს 4 რაიონი, ხო, პატარა 5 რაიონი. დღევანდელი ეს არის სამცხე და ჯავახეთი და გრანდიოზული მესხეთი იქით არის დარჩენილი. გრანდიოზული ეს ყველამ უნდა ნახოს რა, ყველამ უნდა ნახოს ეს მესხეთი. მერე ჩნდება ცხადია ახალი სახელები და ძალიან ბევრი სახელები ჩვეულებრივია ეს საქართველოსი და ეხლა რა გამახსენდა იცით კარგად გამიგეთ რომ ძალიან ბევრი ამბობს რომ აი მცხეთაო მე ამას არ ვეთანხმები რა მცხეთაო არისო მესხეთთაო რა ასე შემდეგ და მაშინ ყველა სადაც ციხ არის ტოპონიმში ყველა მესხეთის დარქმეული უნდა იყოს ცხუმიც მაგალითად და ცხინვალიც და სახორცეც და ასე შემდეგ ეს ციხე ასე შემდეგ და იგივე მცხეთაზე და ასე ციხე ისეთი ქართული სიტყვაა და ისეთი ქართული ასოთა კავშირია რომელიც არც ერთ ერს არ აქვს დედამიწაზე სხვაგან ციხეს რო ნახავთ ეგრევე მიხვდით რომ ქართულია რა ამას წყალი არ გაუვა და ეხლა კარგად გამიგეთ ესე მარტივად გადახაზო ქართლის ცხოვრება და სიტყვა ცხოვრება არ შეიძლება კარგად გამიგეთ ის ამბობს ის კაცი რომ მცხეთოსი ქვია ნოეს შვილიშვილის ხო როგორ შეიძლება ამაზე ეჭვის შეტანა მცხეთოსია კაცია ქალაქია აშენა და ასე შემდეგ ერთ სიტყვით აი აქ დასახლდა პირველი ტალღა ჩვენი ძმებისა, ჩვენი ნაწილისა და რა ბედნიერება ივანე ჯავახიშვილი ამბობს რომ გაქრნენო უამრავი ადამიანი, უამრავი ერი გაქრაო, წარმოგიდგენიათო და მესხებიო, მუშკებიო, მესხებიო აი ხლა მუშკი რო ვთქვი უცებ გამიჩნდა აზრი მუშკუდიანი, ხო ეს ვიცნობ ერთ-ორ ადამიანს ძალიან მიხარია მათთან ნაცნობობა აქედან ხო არ არის წამოსული ისევ ცოცხალია გინდათ გვარია ცოცხალი გინდათ ტოპონიმია ცოცხალი ადმინისტრაციული ერთეულები გვაქვს და ასე შემდეგ და ისევ ცოცხალია ეს ერი წარმოგიდგენიათ 45 საუკუნის ერი ეხლა მეორე ძალიან უცნაური და საინტერესო რამე უნდა გითხრათ რა გამოუგნებელი აი შესაბამისად აი აქ არის ესეთი ქვეყანა ეს არის კიდე წარმოიდგინეთ რომ სადაც არის ხმელთაშუა ზღვის კუთხე იმის გარშემო არის ქვეყანა იყო ქვეყანა ლუბია აი მაგალითად ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნეში კიდე ერთხელ ვიმეორებ ეს ერთ-ერთი ნაწილი არის მესხეთისა ესეც რა ლუბიური ენა აქ გადარჩა მესხების ხეთების ერთ-ერთი ენა და იქ გაქრა ხეთების ერთ-ერთი ენა. ხო ხვდებით რის თქმა მინდა. ორენოვანი არის ამბობენ ხეთური სამყარო და
ეხლა მეუფიანანია ამბობს ამას და მეც უკვე დავიჯერე ესა და მჯერა ეს. ნახეთ რა ხდება. მეგასთენე ჩვენ წელთაღრიცხვამდე არის 300-იანი წლების ადამიანი. 300-იანი წლების ადამიანი მეგასთენე წერსო ამბობს ევსევი კესარიელი. ევსევი კესარიელი არის კონსტანტინე დიდის ეპოქის ადამიანი და მეგობარი და მწერალი და ასე შემდეგ. დიდი ისტორიკოსი და საეკლესიო მწერალი ევსევი კესარიელი წერს რომ იმისგან ვიციო რომ ნაბუქოდონოსორმაო ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში 500-იან წლებში ლიბიის ბოდიშით ლიბიის მიმდებარედ ცხოვრები იბერებიო გადმოასახლაო პონტოს პირეთშიო. ესე იგი ეხლა წარმოვიდგინეთ დაუკვირდით ჩვენ ყველამ ვიცით რომ ეს ის ეპოქაა როდესაც ისრაელი და იერუსალიმი აიღო ამ ადამიანმა. სხვათა შორის არსებობს ქვეყნები, სადაც ნაბუქოდონოსორ სალანძღავი სიტყვაა. წარმოგიდგენიათ აი ადამიანი რომ ადამიანს დაუძახებს ესე რომ იმართავს სალანძღავ სიტყვად ითვლება. ბევრგან შესაბამისად ამ ადამიანმა რაც უქნა ისრაელს გასაგებია როგორ დააწიოკა და მერე ეს ამბავი რაც მე მოგახსენეთ რომ აი მეგასთენე ამბობს და იმეორებს ევსევი კესარიელი რომ ნაბუქოდონოსორმა ვიმეორებ კარგად მინდა ჩამოვაყალიბო ნაბუქოდონოსორმა ჩვენ წელთაღრიცხვამდე 500 წლით ადრე გადმოასახლა ლიბიის მიმდებარედ ცხოვრები იბერები პონტოს პირეთში პონტოს აღმოსავლეთში იცით როგორ არის გაშიფრული რომ ნაბუქოდონოსორი აი აქედან ესე იგი წასულა მთელი ევროპა გადაუვლია არა ჯერ აფრიკაში ჩასულა ეს გონიათ ეს არის ლიბია აფრიკას ერქვა ლიბია ადრე დღეს რო ერთი ქვეყანაა ტრიპოლი ბენგაზი რო არის ქალაქი ლიბია აი აქ ჩასულა და მე აქედან გადასულა გიბრალტარის სრუტით დღევანდელ ესპანეთში და აქ მაცხოვრებელი იბერები მასიურად რაღაც ნაწილი თუნდაც 1/3 თუნდაც 9 წამოუყვანია რა სატრანსპორტო საშუალებები ჭირდება ჯერ რა ეპოქა ჭირდება რა დრო ჭირდება რა ისე აუცილებლობა და წამოიყვანა ესენი ან აქედან ან აქ ისევ აქედან და ჩაასახლა აქ. აპატიეთ, მაგრამ აბსურდი არ არის? როგორ შეიძლებოდა ამისი ესე გაბატონება, ხო ხდებით რის თქმა მინდა. მერე ამ ამბის მერე კარგად გამიგეთ რა, ამ ამას ეჭვი არ მეპარება ეხლა მაპატიოს ყველამ, მაგრამ ისტორიაში ძალიან ბევრი ადამიანი ტენდენციურია. აი მაგალითად არის ესეთი დიდი არმენოლოგი, აი ძალიან მოკლედ ვიტყვი, აბდალაძე ღმერთმა აცხონოს დიდი ადამიანი თარგმნელი და სწავლული ადამიანი. იგი პირდაპირ ამბობს, რომ მაგალითისათვის მოვსეს ხორენაცი აყალბებს აი ამ მომენტს და აი აყალბებსო, რომ მეფე ავგაროზი, სადაც ედესაა, მაგასაც ვისაუბროთ დღესა, მეფე ავგაროზი, სომეხი არის, არმენი არის, ეს ადამიანი არ არის ეს ადამიანიო, არ იყო მეფე ავგაროზი, მაცხოვართა რომ მიმოწერა ქონდა და მაცხოვარმა რომ თავისი ხელთუქმნელი ხატი გაუგზავნა და რომლის ასლიც ახლა საქართველოშია მოგეხსენებათ ჩამოაბრძანა ანტონ მარტყოფელმა ასურელმა მამამ მაპატიეთ რომ სხვადასხვა თემებზე გადავდივარ შენდობას ვითხოვ თქვენ შემოგევლოთ ჩემი თავი ესეთია ჩემი ბუნება ვწუხარ ვერ ვაყალიბებ ხოლმე ბოლომდე აზრს ისევ თავიდან დავუბრუნდები რა მე მინდა ამას ძალიან მნიშვნელოვნად ხაზი გავუსვათ ანუ ჩვენ წელთაღრიცხვამდელი ადამიანი მეგასთენე წერს რომ ნაბუქოდონოსორმა ჩვენ წელთაღრიცხვამდე 500 წლით ადრე გადმოასახლა ლიბიის ჩრდილოეთით და მიმდებარედ არსებული იბერიული
ტომები პონტოს პირეთში. ყველა მისე გაშიფრა, რომ თითქოს და წავიდა 5000 კილომეტრზე, ხო? 5000 კილომეტრზე, შეიძლება 7000 კილომეტრზე ზღვები გადალახა, სრუტეები გადაცურა და მოკიდა ხელი n რაოდენობის იბერს და წამოიყვანა და დაასახლა დღევანდელ ბათუმის, ფოთის, სოხუმის, ქუთაისის ადგილას. შევთანხმდეთ, რომ ულოგიკოა, როგორც მინიმუმ. ულოგიკოა, შაღალ დონეზე შეუძლებელიც არის რა. და მეტიც გამორიცხულია. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე ქალბატონ ნანა ხაზარაძეს უყვება აი ამ თემას და სთავაზობს შემდეგ რამეს. აი აქ არის ქვეყანა ლუვია, რომელიც საოცრად გავს ეს ტოპონიმი ლიბიას. ლუბია, ლიბია. ლუბია, ლიბია. მაღალი ალბათობით ან მეგასთენეს, ან გადამწერს, ან ევსევი კესარიელს, ასე შემდეგ. შეეშალა ეს ერთი ბგერა და იგულისხმებოდა რომ აი აქ რო იერუსალიმი დაიპყრო ნაბუქოდონოსორმა. მერე ძალიან ახლოს ამოვიდა აი აქ ანტიოქია. მერე აი აქედან ამოვიდა შესაბამისად და ტარსუსია და ასე შემდეგ აი ამ ტერიტორიაზე. იყო რა ლუბია, მერე ლუბია დაიპყრო. და ლუბიის მიმდებარეთ იყო იბერიული ტომები. მესხური ტომები. რაც როგორც შევთანხმდით სინონიმია. და ესენი გადმოასახლა აქა ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში. და ესენი არიან გადმოსახლებულები და ამოსულები და დასახლებულები დღევანდელ დასავლეთ საქართველოში და სამხრეთ დასავლეთ საქართველოში. ვიმსჯელოთ ამ საკითხზე. ძალიან გთხოვთ, ვიმსჯელოთ ამ საკითხზე. მოვბრძანდით მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძეს შეხვდით 75 წლის მიტროპოლიტი, პროფესორი, კათედრის გამგე, დიდი სწავლული, დიდი თეოლოგი, დიდი ღვთისმეტყველი. მიგიღებთ 4, 5, 7, 10 კაციან ჯგუფს. დავსხდეთ და ვისაუბროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, აი და მერე ეს მომენტი აიტაცა სომხურმა მწერლობამ, ნუ გაგიკვირდებათ, მე ჩვენ წელთაღრიცხვამდე რომ მოხდა ეს ამბავი. ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში სიტყვაზე მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 საუკუნეში აიტაცა სომხურმა მწერლობამ და იქაც არის ეს ძალიან ბევრჯერ ნათქვამი და სომხურ წყაროებში და ბერძნულ წყაროებშია ეს ცნობა ნახსენები და უცნაურმა ადამიანებმა, მართლა უცნაურმა ადამიანებმა, ან ტენდენციურმა ადამიანებმა ჩვენ ქართველებს ესე საოცარი კვალი როა აი ამ გრანდიოზულ რეგიონში დაგვაბრალა რომ ჩვენო საიდანღაც აი 900 იქიდან ხართო ჩამოსულები აქვს. არც ენას ძვალი არა აქვს და სამართალიც მოვა. ყველაფერი ამოვა და ამოვა და ამოვა და ამოვა. ეხლა მესამე ვარი, ეს არის ერთი ტალღა, მეორე ტალღა. აი აქ შუაში ცხოვრობდნენ აღმოსავლეთ მესხები. აქეთ ჩვენ უკვე ვთქვით რომ აქ დასავლეთ მესხები ცხოვრობდნენ, ასე ვთქვათ, სადაც მაზაკა. აი აქ შუაში, სადაც კარნუა, სადაც ბასიანია და ასე შემდეგ, აქ ცხოვრობდნენ აღმოსავლეთ მესხები. ეხლა პირველ იმაზე ვისაუბროთ ქალდეაზე. ამასთანავე მე აი რადგან ქალდეა ვახსენე ეხლა რა. რო გადმოვიდა, აი ისევ ლოგიკას მინდა რომ წავყვეთ რა, რო გადმოვიდა ნოე, მამამთავარი ნოე რო გადმოვიდა, ხო დასახლდა, უეჭველი ხო დასახლდა, ამას რა თუნდა ლოგიკა, ურარტუს, იგივე კარდუს, იგივე არარატის, იგივე კუჰნოს, იგივე ქართლის მთის მიმდებარეთ. ერთ-ერთი სახელი ამისი ქართლის მთაც არის. აუცილებლად ქართლის მთაც არის ესა. არარატთან ერთად ღირსეული სახელია, ბიბლიური სახელია, ურარტუს მთასთან ერთად, კუჰნოეს, ანუ ნოეს მთას ეძახიან ძველი სპარსები, ქუში ერთ-ერთი დიდებული სახელია, მასისი აუცილებელი სახელია და კარდუ. ეს არის პირველი ქალდეა. აი აქ დასახლდა ადამიანები და წარმოიდგინეთ, რამდენგან წავიდა ეს სიტყვა რა. რამდენგან წავიდა, ჩვენ ვიცით ტრაპიზონის სამხრეთით, სადაც არის ჭანისა, აი აქ არის გვიან შუა მთელი
აი ახლა წარმოიდგინეთ 150 წლის წინაც, 170 წლის წინაც, სანამ მეტნაკლები მწვანე ქონდა ანთებული ბერძნულ ეკლესიას, ქალდეას საეპისკოპოსო იყო მან და ტრაპიზონის სამხრეთით. ქალდეას სადაც არის დღევანდელი გუმიშხანე, მანდ იყო კათედრა. მწვანე 1915 წლამდე ბერძნულ ეკლესიას როგორი მწვანე ქონდა, იცით ანთებული? ნებისმიერი დონეზე შეეძლოთ ცხოვრება, ურთიერთობა, გამრავლება, მშენებლობა, ვაჭრობა, წარმოება და ასე შემდეგ. ბერძნულ ეკლესიასაც, კათოლიკურ ეკლესიასაც, სომხურ ეკლესიასაც და ერთადერთი დედა ეკლესიას არ ქონდა არანაირი უფლება რა. და შესაბამისად აი აქ არის ქალდეა. ადამიანებს ეს ქალდეები იგივე ხალიბები არიან, აი ერზინკაში, პაიპერში, გუმიშხანეში, ლერიონში, კოსეა, კაკელკიტი, დომანა, სატალა, უამრავ ადამიანს არდაშა, იგივე ტორული, დღევანდელი, უამრავ ადამიანს ნახავთ, რომელიც ამბობს, რომ მე ქალდი ვარ. ქალდი, აი 4-ში 1, 5-ში 1 ადამიანი მეტადრე სოფლებში მცხოვრები. გეუბნება რომ მე ქალდი ვარ, ქალდეა, ეს ქალდეა გეუბნებათ. ქალდეა ქართლია. მე ამის გვერდზე არის ხალიბები, მე მოგახსენეთ, აი აგიხსენეთ რა მხარეც არის რა. ქალდეა აუცილებლად არის ასევე ისიც ქალდეა, სადაც დღევანდელი ბაღდადია, ცხადია, ორია იქაც ჩავიდა აუცილებლად ეს ტოპონიმი. ყველგან მიდიოდა ეს ტოპონიმი, ხალხი რო გადადიოდა საცხოვრებლად, მიქონდა თან თავისი სახელი შესაბამისად. და წინა გადაცემაშიც ვახსენეთ, რომ ქალდეა ქართლია, ამას ამბობს კირიონ მეორე, გრიგოლ რობაქიძე, ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე ხახანაშვილი, უამრავი ძველი ავტორი. ამას ამბობს თავის ეპისტოლეში ჩვენი გენიოსი, სწავლული პატრიარქი. ისიც ქალდეა. და შესაბამისად რაც შეეხება მესამე ძალიან დიდ შემოდინებას, ეს არის დღევანდელი მე ღრმად მწამს რომ არ მეშლება რა. კიდე ერთხელ მინდა გთხოვოთ რომ მოდით ვიმსჯელოთ ამ თემაზე, მაგრამ მე ღრმად მწამს რომ არ მეშლება. ბიბლიურადაც არამც თუ აპოკრიფული წიგნებით და სხვადასხვა წყაროებით და სხვადასხვა არამედ წმინდა წერილით, დაბადებით, აი სეპტუაგინტათი და მცხეთური ხელნაწერით დავასაბუთოთ, დაგისაბუთებთ, რომ მამა აბრაამი არის არა სამხრეთ შუამდინარეთიდან, სადაც ნასირია და ბასრა, არამედ იგი არის წარმოშობით, სადაც იყო ედესა ადრე ქრისტიანული და სადაც არის დღევანდელი შანლი ურფა, სადაც იჯდა მაცხოვრის ეპოქაში ავგაროზი, მეფე აბგარი და მანდ იყო ქალდეას ური, ეგეც ქალდეა. შესაბამისად, რაღაც დონეზე ეს ადგილი, აი როდესაც გადაანაწილა თორღამემ თავისი მიწები, ეს არის რაღაც დონეზე მოხვედრილი არის ხაოსის ქვეყანაში, ხაოსის ქვეყნის სამხრეთია და სემის ქვეყნების ჩრდილოეთი, ესეთი საზღვარი ადგილია და მან სუქართული ტომები ცხოვრობდნენ. ეს არის ჰურითთა ტომები, ეს არის მერე მითანი იყო ქვეყანა, ხვდები, ჩვენ ამაზე ბევრი გვაქვს ნასაუბრები და კიდე ვისაუბროთ. აქ იყო ჩვენ წელთაღრიცხვამდე 20 საუკუნით ადრე თარას ოჯახი, აქ ცხოვრობდა. თარას ოჯახი, ანუ აბრაამის მამის, არანის ოჯახი, არანი არის უფროსი ძმა, ნაქორი ასევე ესეც უფროსი ძმა აბრაამისა. ბიბლიაში ეს არ ჩანს, სხვაგან ჩანს, რომ აბრაამი ნაბოლარა ასაკით. შესაბამისად, დაბადებაში მე-12 თავში ნახავთ თქვენ, რომ აქ არის ეს ქვეყანა და ძალიან დიდი ხანი ვახტანგ გორგასლის ეპოქამდე. აქ არის ქართული სამყარო. ვახტანგ გორგასალი მოილოცავს რა იერუსალიმს თავის დასთან და დედასთან და ლაშქართან ერთად. მერე ბრუნდება უკან და მიდის სალაშქროდ და დედას და დას ტოვებს ურში. ურახად მიედინებოდა არის ეს გადმოცემა ჯუანშერთან. შესაბამისად და აქ იყო ური და წარმოიდგინეთ 8 წლის განმავლობაში აქ რო არ ყოფილიყო დიდებული ქართული გარემო, დიდებული ქართული კოლონიები, ტაძრები და ასე შემდეგ,
რატო დატოვებდა, როგორ დატოვებდა და ამ შემდეგ თვითონაც ისურვეს აქ დარჩენა. თვითონაც შესაბამისად ქართული გარემო ჰქონდათ. აქ ნახეთ, რო არის შესაბამისად უამრავი ცნობა და გადმოცემა პეტრე იბერზე. პეტრე იბერი, თან პეტრე იბერია, თან ძალიან ბევრგან იგი მოხსენიებულია პეტრე ურახელით. იმის და მიუხედავად, რომ იგი არ ცხოვრობდა და არ მოღვაწეობდა აი ედესას ადგილას მე-5 საუკუნეში, ხო? იგი მოიხსენიება ურახელად, რატო იცით? რომ ურახელობა რაღაც დონეზე იყო ტოლობა, სწორობა, სინონიმობა იბერობისა. ურელი, ედესელი. ეს არის ძალიან ბევრ წყაროშია, ერთგან კი არა, რამდენიმეგან არის ესა მოხსენიებული და მე მოკრძალებით მარტო მე არა, იმედი მაქვს, რომ სხვაგანაც არის, კარგად გამიგეთ. მე კარგად გამიგეთ, აი მართალს ვამბობ, რომ მე თვითონ აღმოვაჩინე და მე სხვაგანაც წავიკითხე. მე თვითონ მოვიფიქრე, მე თვითონ გავიფიქრე, რომ აქ იყო არიან ქართლი, აქ იყო აბრაამის ქალდეა, აქ იყო არიან ქართლი და აი აქ არის გავგამელი, ეს ის ადგილია გავგამელი, აი ამ ადგილიდან დაახლოებით სამხრეთ აღმოსავლეთით 150 კილომეტრში, სადაც გაიმართა ცნობილი გავგამელის ბრძოლა, სადაც გაიმარჯვა დაადუღა სპარსეთის ჯარი ალექსანდრე მაკედონელმა და მანამდე მის ანაბასის რო ვნახულობთ, იგი იდგა დღევანდელ ედესასთან. იგი ემზადებოდა, პერიოდი გაატარა აი ამ ბრძოლის წინ და იცნობს აი ამ გარემოს. მან გამოაგზავნა, იქ იყო საუბარი, რომ ჩვენ ნათესავები ყავს აქ ჩრდილოეთში. ჩვენ ხალხი ყავს, თანამოძმენი ყავს აქ და მან გამოაგზავნა ზვერავები, რომლებიც არიან ჩამოსულები დღევანდელ ტაო-კლარჯეთში, დღევანდელ თვითონ თავის მყოფობა ფიზიკურად დღევანდელ საქართველოში ალექსანდრე მაკედონელისა არ იძებნება. შეიძლება იყო, მაგრამ არ იძებნება. დღევანდელ საქართველოს ვლაპარაკობ, მაგრამ ხმამაღლა მინდა განვაცხადო, რომ ესეც საქართველოა ჩვენ წელთაღრიცხვამდე მაგალითისთვის მესამე, მეოთხე საუკუნეში, რამე თუ აქ არიან ქართლი. და შესაბამისად აქედან 16 ოჯახს, მაშინდელი 16 ოჯახი, აზნაურების ოჯახი, ალბათ თითოეული ნიშნავს 1000 კაცს, გამიგეთ, იმიტომ რომ ოჯახობა მაშინ ესეთი აი მე ბაგრატიონების ოჯახზე ვისაუბროთ და რაღაც დონეზე პარალელი გავავლოთ რა. ძალიან დიდ ოჯახს თავისი მსახურები, თავისი ხალხი და ასე შემდეგ აგზავნის აქა. სრულიად არ არის აქტუალური თვითონ რა ეროვნებისა იყო აზონი რა. იგი ზოგი ამბობს კარიელია, ზოგი ამბობს ბერძენია, ზოგი ამბობს ამის ბიძაშვილია, ზოგი უამრავი შემთხვევაა, რომ მაგალითად სხვა ეროვნების მეფე ყავს, სხვა ეროვნების ხალხს რა. კარგად გამიგეთ, ეს ჩვეულებრივი რამეა და აი აქ შეიძლება მეფე იყო ეს აზონის мама, მაგრამ აქ ქართველები ცხოვრობდნენ და ქართველები აქ მოდიან და არსენ ბერი ამბობს, რომ ჩვენო იმათ ენაზე ვსაუბრობთ, აი დღეს დღევანდელ ენაზე მოსაუბრე არსენ ბერის ქართული ხო დიდებული ქართულია, ჩვენი ქართულია რა, მარტივად იკითხება, მარტივად გასაგებია ყველა ადამიანისათვის და ჩვენ ამ ენაზე ვსაუბრობთო რა. აი ამ ენაზე არის დაწერილი შუშანიკის წამება მაგალითისათვის და ამ ენაზე დაიწყო საუბარი, რომ აღარ იზრახებოდა სხვა ენა მთელ ქართლის სამეფოში, რომელიც იქით დასავლეთით იყო ეგრისწყალი სოხუმთან, სამხრეთ დასავლეთით იყო რკინისპალო სურმენესთან, ტრაპეზუნთას ცოტა აქეთ გაიკარა არის, წავიდეთ. მე პატიჟებთ რომ წავიდეთ და განახოთ ეს ადგილი, თქვენ თვითონ მიხვდებით რომ ეს არის საქართველოს მანთავდება, მართლა რა. აი სასწაული რამეა რა. შესაბამისად ეს არის რკინისპალო, ტრაპიზონთან არ მისული და ახლობით 100 კილომეტრი იქნება. ჩრდილოეთით არის ცროლის მთა, ეს არის დღევანდელი დარიალის ხეობა, მოდით ასე ვთქვათ, რომ წარმოუდგენა შეგექმნათ, სტეფანწმინდის მაღლა და მდინარე ბერდუჯისი,
აი სადაც არის პარტავი დაახლოებით, სადაც ბარდა არის, სადაც მდინარე დებედა მიედინება და მტკვარ შეედინება იმის ცოტა აღმოსავლეთით. აი ეს ტერიტორია იყო ქართლის სამეფო და ეს საზღვრები დაუდო. საზღვრები დაუდო ალექსანდრე მაკედონელმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მაშინ საქართველოს სხვაგან არ იყო. უბრალოდ მაგალითად ამ სოხუმს მაღლად საქართველო იყო ქერჩამდე. უამრავი კვალი მე-8 საუკუნეში იქ სადაც ეხლა მე ვამბობ კრასნოდარი მაგალითისათვის და გელენჯიკი და ანაპა და სოჭი და ასე შემდეგ იყო ლეონ ერისთავის მიწები და აფხაზეთის საერისთავო და მან მოიყვანა ცოლად მეფე მირის ქალიშვილი, მეფე არჩილის, ესენი ძმები იყვნენ მეფე მირი და მეფე არჩილი და იმათი გოგო მოიყვანა. 7 გოგო ყავდათ, ამათ ვაჟი არ ყავდათ. და ეს ერისთავებს გააყოლეს თავიანთი შვილები და აფხაზეთი იყო ქერჩი. ქერჩის იქით კიდე, სადაც ყუბანი შეედინება, იმის იქით. მე მაგრუკასაც შემოგთავაზებთ. ეს არის მესამე დინება, ანუ აზოს ხალხი, არიან ქართლის ხალხი, რომ შემოედინება დღევანდელ საქართველოში. იქაც არავინ არ იფიქროს, რომ მარტო ქართლში ჩამოვიდნენ ესენი რა. გაიფანტებოდნენ, უეჭველი გაიფანტებოდნენ და ასე შემდეგ და ეს არის მესამე შემოდინება და პირველი ეს კარგად გამიგეთ რა, უპირველესი მცხეთაში შეკრება კი არა, მცხეთის დაფუძნებას ნიშნავს ესა, კარგად გამიგეთ. ნუ აითვალწუნეთ, ხალხო, ძალიან აგთხოვთ, ქართლის ცხოვრება, ნუ აითვალწუნეთ. იქ არსებული რამდენიმე ფურცელი, სომხური, პროსომხური, არმენოფილური ფურცელი, ან უგულებელყავით, ან ამოხიეთ, ან წაიკითხეთ მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძის პატარა ბროშურა ქართლის ცხოვრების არმენოფილური რედაქცია რა. და მიხვდებით მიზეს, როგორ შეიძლება და გაჩენილიყო ეს ჯუანშერი მატყუარა, როგორ შეიძლება ამ ადამიანზე ესეთი რა უცოდინარი ჯუანშერი, კამფეტიშებელი ჯუანშერი, რომელიც ლაპარაკობს ატმოსფეროიცის, ჰაერის შრეები იცის, წარმოგიდგენიათ, გეოგრაფია იცის, ყველაფერი იცის და იქ რაღაც ერთი რიცხვია გადაკეთებული, გაგმირებული, იგივე როგორ შეიძლება ესეთი მტრობა ამას იმსახურებს ლეონტი მროველი, კარგად გამიგეთ. ეხლა კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ქართლის ცხოვრების არმენოფილური რედაქცია, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. მარტივად მოსაძებნია, წაიკითხეთ, იქ შედარებულია ეს წიგნი, შესაბამისად დადარებულია ეს წიგნი მოქცევა იქ ქართლისა, ის სხვა წყაროებს და ასე შემდეგ და მიხვდებით რეებია გადაკეთებული, თვითონ სულ დეტალურად აღწერს რა. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. შესაბამისად, პირველი შემოდინება ეს აუცილებლად აი ქართლოსის მყოფობა საქართველოში არის უეჭველი რა, მისი კულტი, მისი აქაურები, მისი შვილები, ოძრხოსი, მცხეთოსი, წარმომავლობა, კუხოსი, კახოსი, ეს არის ძალიან დიდი ფასეულობა, რომ ჩვენ ეს ვიცით რა. ჩვენ ეს ვიცით, ამისი ჯერა ლეონტი მროველს რო ჯერა და ჯერა რაზეა საუბარი, ამისი ჯერა გენიოს ადამიანს, აკადემიკოს, 3 აკადემიის წევრს, თეიმურაზ ბატონიშვილს, ბაგრატიონს, ეს დიდი გონება. იგი ამბობს, რომ ეს ადამიანები ქართულ ენაზე, დღევანდელ ქართულ ენაზე მოსაუბრეები არიან, ძირძველ ქართულ ენაზე. ჩვენ ერთადერთი ერი ვართ, რომელიც იმავე ენაზე საუბრობს, რა ენაზე საუბრობდა ჩვენი წინაპარი მაცხოვრის დროს. ჩვენ ხო შეგვიძლია წავიკითხოთ მე-3 საუკუნის ძეგლი, მაღალი ალბათობით 9 ყმაკოლაელის წამება. ჩვენ ხო შეგვიძლია წავიკითხოთ მე-4 საუკუნის ძეგლი, პეროჟავრა სივნიელისა და სალომე უჯარმელის მიერ დაწერილი წმინდა ინოს ცხოვრება. ჩვენ ხო შეგვიძლია წავიკითხოთ მე-5 საუკუნის ძეგლი, იაკობ ხუცესის მიერ დაწერილი შუშანიკის წამება. აი ესე სკოლაში შეგვიძლია ვისწავლოთ და ვსწავლობდით რა. და ვიგებდით. და რასაც ვერ ვიგებდით, მასწავლებელი რო აგვიხსნიდა, რა დიდებული სიტყვა ყოფილა. მე აქ არის კიდე ელამიტური სამყარო. აი აქ ელამიტური გიორგი მელიქიშვილი წერს, რომ ეგენი ჩვენი ნათესავები არიანო, წარმოგიდგენიათ, ერთ-ერთი მეფეს ელამიტურ სამყაროში ქვია სულკალმახი.
სულ კალმახი წარმოიდგინეთ და ეგრევე მერე დალი და დალის ხეობა და ნადირობის ქალღმერთი დალი და ამირანის მითოში წარმოიდგინეთ. სიტყვაზე, ეხლა უამრავი, ეხლა მერე ეს ერი დაიმცრო ჯერ იმ სპარსეთმა, მერე იმ სპარსეთმა ჟლიტეს საბოლოოდ გაქრა ჩვენი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნეში და სხვა რა მოგახსენოთ. სხვა მე კიდე აი აქ მაგალითისათვის მე ადრეც ავთქვი და მინდოდა რომ ეხლა ხაზი გამესვა ამისთვის რომ აი ამ ადგილას ხან ვინ გაიარა, ხან ვინ რა ცნობებია ვანის ტბის გარშემო რა. ერთი და იგივე ქვეყანას, ერთი და იგივე ერს ქვია თქვენ ხართ ჩემი ბატონი 5-6 სახელი, რომელიც ყველა ერთი ფუძით არის ნასაზრდოვები რა. ქალდია, კარდუ, გორდიენი, გორდი, კარდუქი, ასე შემდეგ. სხვადასხვა ხალხი პლუტარქე ეძახის, სტრაბონი ეძახის და ასე შემდეგ და თქვენ რო ეხლა იყიდით წიგნს ივანე ჯავახიშვილის ქართველი ერის ისტორიას გაგიკვირდება და გვიან გამოცემულებში სხვა წერია, თავიდან სხვა წერია რა და აი მაგალითად 1908 წლის და 1913 წელს გამოშვებული ქართული ერის ისტორიაში წერია, რომ ყველა ქართველი ხალხის, ყველა ქართული ტომის სათავე არის ურარტუს ადგილასო. ამას წერს დიდი ივანე ჯავახიშვილი. ვიკრიბებით მცხეთაში, ვიკრიბებით ქუთაისში, ვიკრიბებით ზუგდიდში და მთელი ქართული სამყარო დარწმუნებულია რომ აქ არის დრიტა, აქ არის გადარჩენა, აქ არის ღვთისწყალობა, აქ არის მადლიანი მიწა, აქ არის ღვთისმშობლის მფარველობა, აქ არის ხუთი მოციქულის მიერ გაპატიოსნებული, განათლებული ქვეყანა და მფარველობა ღვთისმშობლისა და ყველაფერი იქნება კარგად, ოღონდ ჩვენი შვილები გამრავლდნენ, გაბერდნენ. დიდი მადლობა. თქვენს გვერდში ვარ რამესში დამსაქმეთ, რამესში მხარშია მომიყენეთ თქვენი მეგობარი ნუგზარ ვანიშვილი. მშვიდობა გქონდეთ.